თბილისის ისტორიულ ნაწილში დროთა ქარტეხილს გადარჩენილი ძალიან ბევრი სახლია, სადაც კვლავ ხალხმრავლობაა, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ. ძველი ქალაქის ამბებს თუ ამ სახლების ურბანულ თავგადასავლებს ყოველდღურად ახალი ისტორიები ემატება, თუმცა არსებობს შენობები, რომელიც თითქოს ისეა სავსე წარსულით, რომ აღარ შესწევს ძალა ახალ ბინადართა ყოფა დაიდიოს. დანგრეული და დაბზარული კედლები, სადარბაზოები, ხავსმოკიდებული ჩუქურთმები, თითქოს ერთი შეხედვით გვიჩენენ შეგრძნებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, რაც კი შეიძლება მომხდარიყო, უკვე მოხდა. სწორედ ასეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია თეკლას ქარვასლას სახელით ცნობილი ნაგებობა, რომელიც სიონის მოპირდაპირე მხარეს, სიონის ქუჩაზე 13 ნომერში მდებარეობს. ისტორიკოსი ვლას ვაწაძე დაგვეხმარება დავათვალიეროთ ეს შენობა და გავიგოთ რა ფაქტებს და ისტორიას ინახავს საუკუნოვანი კედლები. მოგესალმები ვლას, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ამ უნიკალური და ისტორიული შენობა ნაგებობის შესახებ უნდა გვესაუბროთ. ვლას, ვინ იყო თეკლა? თეკლას ქარვასლა ქვია ამ შენობას. როდის აშენდა, თავდაპირველად რა ფუნქცია ჰქონდა, რა ეტაპები გაიარა და როგორ აღმოჩნდა და გახდა მერე უკვე თეკლას ქარვასლა? თეკლას ხელში. თეკლას ხელში. მოგესალმები კიდევ ერთხელ და ძალიან მიხარია რომ თქვენ გადაცემაში მიწოს მონაწილეობს მიღება, იმიტომ რომ მე თვითონ გახლავართ ძალიან აქტიური როგორც ასეთი მაყურებელი. თეკლას ქარვასლა. უძველეს ეპოქიდან, როდესაც ადამიანი ვაჭრები მიდიოდნენ სამოგზაუროდ, ზოგჯერ იყო ისე, რომ 300 კაცი ერთად იკრიბებოდა, იმიტომ რომ მარტოს არ ემოგზაურა, რომ ყაჩაღები არ დასხმოდნენ მათ თავს და როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში ჩადიან 300 კაცამდე სადღაც უნდა დააბინაო. შესაბამისად ესეთი უზარმაზარი შენობები, სავაჭრო შენობები შენდებოდა, რომელსაც არქმევენ ქარვასლებს. თვითონ ქარვასლა შედგებოდა რამდენიმე სართულისგან, ქვედა სართული სადაც ძირითადად აკლემი, ვირი, ანუ რითიც მოგზაურობდა ეს ქარავანი, ისინი თავსდებოდა. ეგ სადღაც იყო შადრევანი, სადღაც 60-იან წლებამდე, სხვადასხვა მე-19 საუკუნის. აი ამ თეკლას ქარვასლის შიდა სივრცეში. მეორე, მესამე სართული იყო ძირითადად სახელოსნოები, ოღონდ აი ამ შემთხვევაში სახელოსნოები ქვედა სართულზე გვაქვს, აი სამჭედლო, სანთლის საამქრო, როგორც ასეთი ეკვე თანამედროვეობაში. მაგრამ ფუნქცია ამათ არ დაკარგეს. და მეოთხე სართული, სადაც ვაჭრები ცხოვრობდნენ. თეკლა ბიჭი. მამა ესე ეძახდა, ერეკლე მეორე ესე ეძახდა თავის ქალიშვილს. იმდენად უყვარდა ეს თეკლა, რომ რაღაც სახუმარო რაღაცა სიგელიც მიუწვნა, სადაც თეკლა ბიჭად მოიხსენიეთ ყველამო დაძმებმაო. შემდგომ აუშენა აი ესეთი ქარვასლა რაღაც ძალიან საინტერესო. აუშენა რა? აჯუკა. აჯუკა რატო? იმიტომ რომ აქ ადრე იდგა ქართლა 1672 წლიდან დგას ქარვასლაო. სამეფო ქარვასლას, მეფის ქარვასლას როგორც ასეთი ეძახიან. და შემდეგ ეს ყველაფერი გადადის თეკლას ხელში და თეკლას ფლობელობაში არის სავარაუდოდ იქამდე სანამ თეკლა არ გადაასახლეს 1832 წლის შეთქმულების გამო კალუგაში. შემდეგ კალუგიდან უკან დაბრუნებული უკვე მე 42 წელს გარდაიცვალა თეკლა როგორც ასე მე სვეტიცხოველში დაკრძალეს და ქარვასლა სხვა ადამიანებს ჩაუვარდათ ხელში. მუდმივად ამ ქარვასლას პატრონი ეცვლებოდა. ადამიანმა რომელმაც ეს ყველაფერი აიღო, გადააკეთა სავარაუდოდ სადღაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და ზუსტად აი ესეთი საინტერესო სახე მიიღო მას შემდეგ უკვე ამ ქარვასლამ. ნახეთ როგორ საინტერესო შეისრული თაღები არის, ხო, რაღაცა ცოტა მავრიტანულ სტილში გადადის. თვითონ ბერიძეს აღწერილობაში არის საუბარი ორი ტიპის აგურზე, ორი ტიპის ფერის აგურზე, როგორც ასეთი გამორჩეული არის. უნიკალური არქიტექტურული ვიზუალის გარდა ამ ქარვასლას აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დადებითი რამ. ჩვენ გვექნება საშუალება ავიდეთ ამ ქარვასლას სახურავზე და ვნახოთ თუ რა საოცარი ხედი იშლება იქედან და ვლას მე მგონი გაგვიწევ მეგზურობას და ძალიან დიდი სიამოვნებით ნახავთ რა შეიძლება ვიხილოთ ამ ქარვასლას სახურავიდან. მეც ამას წინებზე აღმოაჩინე ჩემთვის, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა განახე ეს ყველაფერი და მე თვითონ იმდენად აღთვალებული დავჭირო, რომ მე შენ მოგიყევი და მე აქეთკე წავედი. წავედით და ვნახოთ. შენ. ამოვედით. როგორც ხედითაც ყმებით, ხო? ძალიან მაგარი ხედია. საოცარი. ყველაფერი მოქცეულია სწორედ აი ამ ქარვასლას ირგვლივ ისტორიული მნიშვნელობის შენობა ნაგებობები. კი და სულ ეკლესიების გარემოცვაში რომ არის, ხო, რაღაცა და იქ სიონის ეკლესია არის, იქ სამრეკლო გვაქვს, ხო, მე-19 საუკუნის ნორაშენის ეკლესია კიდე სხვაგან არის, ხო, აი ეს ჯვარის მამა. და იქ გვაქვს კიდევ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქარვასლა. ნუ აქ გაწერია 1912 წელი, მაგრამ თვითონ ქარვასლა არის აშენებული 1656 წელს.
ჯერ კიდე როსტომ მეფემ გადასცა სიონის ეკლესია. სიონის ეკლესია გვერდით არის, რა თქმა უნდა, შემოსავალი უნდა ქონოდა ეკლესიასაც. და ქარვასლამ მას უბოძა. მაგრამ შემდგომში უკვე ერეკლე მეორემ ქარვასლა გამოართვა ეკლესიას და მისცა თავის ვაჟიშვილს დავითს. დავითს, რომელმაც ეს ქარვასლა შემდგომში დაკარგა მე-19 საუკუნეში, იმიტომ რომ რუსეთში გადაასახლეს და შესაბამისად ეს ქარვასლა ხელში ჩაიგდო ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვაჭარმა, იმდროინდელმა, რომელსაც ერქვა არწრუნე, ეს თურქეთიდან წამოსული გეორგ არწრუნე, თუ არ ეს ვიცი არის გეორგი სიონის 8 ნომერში არწრუმის ქარვასლა, არწრუმის არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ ასევე, რომ თბილისში მე-19 საუკუნის დასაწყისში იყო სულ 13 დიდი ქარვასლა და უმთავრესი ქარვასლები და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქარვასლა სწორედ ამჟამინდელი სიონის ქუჩაზე მდებარეობდა. სიონის ტაძართან ახლოს. დღევანდელი თეკლას ქარვასლა საერთო საცხოვრებელია. არავინ იცის მას რა ბედიელის, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრი ისტორიული შენობა ნაგებობა. თუმცა მე დანამდვილებით ვიცი ერთი რამ, რომ ჩვენი ბებია ბაბუების მშობლების თაობამ ნამდვილად შემოგვინახა და მოიტანა ჩვენამდე უნიკალური ისტორია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. თუმცა მხოლოდ წარსულის გაფრთხილება ნამდვილად ვერ წაგვიყვანს შორს. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია და თითოეული ჩვენგანის ვალია შევქმნათ და გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია.